ამ ორმოების შესმა უნდა ხელახლა და კარგად და უნდა ისა დამატებითი მავთულების გაკეთება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას კამპანია მწვანე მომავალს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტით შეუერთდა და რაიონის მასშტაბით 1750 სხვადასხვა ჯიშის ხეები დაირგო. კერძოდ, ნეკერჩხალი, ბალანძირა, იფანი და საპნისხე. აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშულიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც რამოდენიმე ნერგი საკუთარი ხელით ქალაქში ეგრეთ წოდებულ ანდრეუკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. ჩვენ ყველა სამსახურს გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული, განაწილებული ფართობები და კონკრეტული ენერგიები, რათა მომავალში უზრუნველყოთ მათი გახარება. თქვენ მოგეხსენებათ, ბოლნისი გარშემორტყმულია ბუჩქოვანი ფერდობებით და ჩვენი გარემოსდაცვითი ღონისძიებების ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ ფერდობებზე ტყის ნარგავების განაშენება. შერჩეული ფართობი გადასარევია, ტყის ისინი ნერგები მოტანილი და სხვადასხვა ჯიშის. კარგად არის ყველაფერი რა, შერჩეული, ორგანიზებული, დარგვა მიმდინარეობს. ხო და მთავარია ამ დარგული ხეების მოსწვა. აქციის მიზანია მოხდეს გარემოს გამწვანება და ეკოლოგიის გაუმჯობესება. ახალნარგავები პირველი 5 წლის განმავლობაში საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. წელიწადში რამოდენიმეჯერ უნდა მოირწყოს და შემოიბაროს. ნერგები წინასწარ შემოღობილ და გაწმენდილ ტერიტორიაზე დაირგო და მის მოვლა პატრონობას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.